ადიქციების დადებითი მხარე. ეს არის საკითხი, რომელიც აი ამ პრიზმიდან და ამ კუთხით იშვიათად განიხილება. დღესდღეობით ადიქციები, როგორც არის მიჯაჭვულობა სუბსტანციებზე, რაიმე ქცევაზე, ან სულაც ადამიანზე, განიხილება როგორც უპირობოდ ტოქსიკური მოვლენა, ძალიან ასე ვთქვათ, ნეგატიურ ჭრილში, რომელსაც ადამიანმა თავი დროულად უნდა დააღწიოს, თორემ კიდევ უარესი და უარესი მოხდება. და ეს არის გადასახედი, რომელიც არის გავრცელებული და თავისთავად ამ პოზიციის გაჟღერებას დიდი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე ადიქცია და რომელიც არ ფიქრობს, რომ ეს ცუდია და ეს ნეგატიური მოვლენაა მის ცხოვრებაში. თუმცა იმისათვის საერთოდ რომ რაღაცა ცვლილებები მოხდეს ნებისმიერი კუთხით ფსიქოლოგიურად ადამიანში, საჭიროა რომ ადამიანმა გააფართოვოს თავისი ხედვის არეალი. ანუ ვიწრო ხედვებიდან, როგორც არის შავ-თეთრი აზროვნება, რომ რაღაცა ან კარგია, ან ცუდია, ცვლილება ნაკლებად დგება ხოლმე. არადა ადიქციის მქონე ადამიანისთვის ალბათ ხშირ შემთხვევაში და უმრავლეს შემთხვევაში სასიცოცხლოდ გულწრფელი თუა თავის თავთან, მნიშვნელოვანია რომ ეს ადიქციური ქცევა ნელ-ნელა დაიძლიოს და შეიცვალოს. რათა, დროსთან ერთად ვიცით, რომ ადიქცია იწვევს ბევრ პრობლემას, ხო? გინდა ფიზიოლოგიურს, გინდა ფსიქოლოგიურს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ადიქცია არის მოვლენა, რომელსაც გავრცელებული პრიზმა არის, რომ ეს არის ძალიან ცუდი და ნეგატიური, ტოქსიკური მდგომარეობა. ყველა ადამიანი თან ხვდება, რომ უნდათ რომ თავი დააღწიონ ამას, თუმცა აბსოლუტურად მიჩქმალული რჩება ის მეორე მხარე, რაც ადიქციას აქვს და მე დღეს ვისაუბრებ, მე ხა ჩამოვთვლი რამდენიმე ასპექტს, რაც მინდა რომ გავშალო. ერთი არის, რომ ნებისმიერი ადიქციური ქცევა წარმოიქმნება აბსოლუტურად ჯანსაღი, ჯანმრთელი და ბუნებრივი მოთხოვნილების პასუხად და ეს ბუნებრივი მოთხოვნილება რჩება ხოლმე ყურადღების მიღმა და ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ქცევაზე, რომ აი მოწია, აი დალია. და იქამდე რა მოთხოვნილება წამოვიდა ორგანიზმში, რამაც მერე ადამიანთან გამოიწვია ეს ადიქციური ქცევა, ეს არის ხოლმე დაიგნორებული. არადა ძალიან მნიშვნელოვანია და თამამად ვიტყვი, რომ ყველა ადიქციის მიღმა, ყველა ადიქციური მოქმედების უკან იმალება რაღაცა ძალიან ჯანსაღი მოთხოვნილება, ბუნებრივი საჭიროება ადამიანის ფსიქოემოციური ცხოვრებისა. რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ხშირად დაიგნორებულია. ეს ერთი მხარე. ეხლა მეორე მხარე, ძალიან ხშირად დაიგნორებულია, დღეს ამაზეც ვისაუბრებ, რა დადებითი გავლენა აქვს ადიქციურ ქცევას ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. იმიტომ რომ, როგორც უკვე ვთქვი, მოთხოვნილება არის ხოლმე ჯანმრთელი. ქცევა არა ჯანმრთელი, თუმცა შედეგი, რაზეც გადის ადამიანი, ძალიან ხშირად ასევე არის დასაწყისში ყოველ შემთხვევაში. ადიქციური მოქმედებების და ცხოვრების წესის დასაწყისში შედეგი, რასაც ადამიანი იღებს, ასევე არის ჯანმრთელი, ბუნებრივი საჭიროება, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ აქ ვართ, ვარსებობთ, ცოცხლები ვართ და გაგვაჩნია ეს ადამიანის ჰუმანოიდის ფსიქოემოციური სხეული და ფიზიკური. ანუ ესე იგი რა გამოდის, რომ სადღაცა სირთულე წარმოიქმნება შუაში, ამ პროცესების შუაში, თორე დასაწყისი ჯანმრთელია, შედეგი ძალიან ისეთია. ეხლა რას გულისხმობ ამ ყველაფერში? დასაწყისი რა არის? დასაწყისი ესე გამოიყურება, რომ ადამიანს საერთოდ ადიქცია აღწეროთ რა არის? ადიქცია არის რაღაცის ჩანაცვლება. სწრაფი ჩანაცვლება, ხო? რაღაც ბუნებრივი მოთხოვნილება წარმოიშვა, ისევ ფროიდი რო გავიხსენო და პატარა ჩვილმა ბავშვმა, რომელსაც უნდოდა ძუძუ ეჭამა და დედა იქ არ არის, იტირა და მერე აიღო თითი და ჩაიდო ესე და წოვს. ეს არის, როგორ გითხრათ, პირველყოფილი მიჯაჭვულობა, პირველადი რაც ადამიანში არის პრიმიტიული მიჯაჭვულობის ფორმა, როდესაც ბავშვს უფრო მეტად უნდა ხოლმე, უფრო ხშირად უნდა ძუძუ სწოვა, ვიდრე შია. ეხლა ერთი შეხედვით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ძუძუ საჭმელია, ძუძუ მწოვა რასთვის, გვეგონება, რომ ესე იგი რაღაცა პრობლემა აქვს, დარღვევაა ბავშვთან. დასაწყისშივე, იმიტომ რომ ხო ნაჭამია, კიდე რაღაც უნდა ძუძუ, მაგრამ რეალურად ძუძუ არ არის მხოლოდ ჭამის და კვების ობიექტი პატარა ბავშვისთვის, ისევე როგორც დედისთვის.
თუ ეგრე წარმოვიდგენთ, მაშინ გამოვიდოდა, რომ დედა რაღაცებს ხვერპლს იღებს. და ფიზიოლოგიურად დედა გასცემს ძალიან დიდ ენერგიას, ვიტამინებს და ასე შემდეგ მისი ორგანიზმი იფიტება, ხო? ერთი შეხედვით. თუმცა ძუძუსთიკוება არის ასევე კონტაქტის ძალიან ახლო ფორმა. ენერგიის რაღაცნაირად გაცვლის და განმუხტვის საშუალება, იმიტომ რომ ეს რძე რო დაგროვდა, ის უნდა დაიხარჯოს. თუ არა და თვითონ ორგანიზმი წუხდება, ხო? ეს ფიზიოლოგიურად და ფსიქოემოციურად ეს არის ერთად ყოფნა. ეს არის რაღაც დაცულ სივრცეში თავის განცდა, როგორც დედის მხრიდან, ისე შვილის მხრიდან. ეს არის ბავშვისათვის პირველი კომუნიკაცია, ძალიან ახლო კონტაქტის ცოცხალ ობიექტთან, რომელიც არის დედა. და აქ ბავშვი ძუძუსთიკოების დროს, ანუ გარდა საკვებისა, იღებს პირველ კონტაქტის სტილს, პირველ კომუნიკაციას სასურველ ადამიანთან, ხო? ანუ კმაყოფილება მხოლოდ იმას არ მოაქვს, რომ მუცელი გაივსო და არის ნაჭამი. კმაყოფილება ასევე მოაქვს იმას, რომ თუ დააკვირდებით, ეს ძალიან ისეთი ფენომენია. ჩვილი ბავშვი ძუძუს რო წოვს, ის დედას უყურებს. აუცილებლად ესე უყურებს. აი ეს გაფაციცებული თვალებით შესცქერის. ეხლა დედა რას აკეთებს? შეიძლება უყურებს დედა, შეიძლება გარემოში იყურება, შეიძლება ეფერება, შეიძლება უღიმის. ნახეთ, რამდენი ინფორმაცია, რამხელა სტიმულაცია მიდის ბავშვის ტვინის, ხო? და ის ვითარდება, ასე ვითარდება ამ კონტაქტით. ეხლა ამის რედუქცია იმაზე, რომ მხოლოდ საჭმელია, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, ხო მართალია? მაგრამ ეხლა რა ქნას ბავშვმა, როცა დედა იქ არ არის, ეს ხო რეალობაა. ჩვენ რეალობაში ვიბადებით, სადაც სრულყოფილება არ არსებობს. ეგეთი დედა არ არსებობს, რომელიც ყოველთვის იქ არის და სხვათა შორის არც იქნებოდა ეს ჯანმრთელი, ვინაიდან დედა-შვილის ურთიერთობა, მამა-შვილის ურთიერთობა ეს ცხოვრებისთვის მომზადებას ასევე გულისხმობს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია რაც არის, რომ ბავშვი მოემზადოს სიცოცხლისთვის და სიცოცხლის ერთ-ერთი დიდი ნაწილი არის ფრუსტრაცია, დაუკმაყოფილებლობა, ბარიერები. ჯანსაღი რაოდენობა ამ ყველაფრის და ამიტომაც ხანდახან დედა თავისი, ასე ვთქვათ, ცხოვრების დინებას რომ იყვება, პარალელურად ისე ხდება, რომ ფრუსტრირდება ეს ბავშვი. რას ნიშნავს? უნდოდა ძუძუ, არ არის ძუძუ, всё. და ამ შემთხვევაში ნახეთ, ფსიქიკა მოიფიქრებს სათამაშოს, ესე ჩაიდებს პირში თითს პატარა ბავშვი და წოვს და ესე იწყნარებს თავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოთხოვნილება, რაც წამოვიდა, არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, ბუნებრივი, ჯანსაღი, მისასალმებელი, ლამაზი, რაც გინდა დაარქვით, მოთხოვნილება არის მე მინდა ურთიერთობა დედასთან, კომუნიკაცია ჩემს დედასთან, ხო? ჩვილი ბავშვი რო ვარ. დედა აქ არ არის, ამიტომაც რაღაცა ჩამნაცვლებელი ვიპოვე და თითს ვწოვ, რაც რა თქმა უნდა ვერ შეცვლის და ვერ ჩაანაცვლებს ნამდვილ კონტაქტს, თუმცა რაღაცა კომპენსაციას იძლევა ჩემი აგზნებული ფსიქიკისთვის, რომელიც ეძებდა დაკმაყოფილებას და რა მოვიდა, წეღარა ვთქვი, დამშვიდდა ბავშვი. გაწონასწორდა ფსიქიკა. ანუ შედეგი რაც დადგა, ასევე არის ჯანმრთელი სასურველი სასიკეთო, ხო? აი რა საინტერესოა. ზუსტი ანალოგია არის ეს, მეგობრებო, რაც ხდება თითოეული ადიქციის პროცესის დროს. ადიქციის, ანუ გამოჩენის დასაწყისში, სანამ ეს ჩამოყალიბდება როგორც ადიქცია, პატარ-პატარა მიჯაჭულობები რო ჩნდება, რა ხდება? ადამიანს რაღაცა უნდა, შეიძლება უნდა სიმშვიდე, სიწყნარე, დასვენება, შეიძლება უნდა მეგობრებთან კონტაქტი, შეიძლება უნდა საკუთარ თავში თვითრეფლექსია და ჩაძირვა, არ ვიცი, უნდა ვთქვათ, დასვენების აღება მუშაობდა და ეხლა 5 წუთი უნდა რომ განიმუხტოს და ან შეიძლება უნდა რომ წარმოაჩინოს, რომ თავისუფალია და დამოუკიდებელია და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი კონსტრუქციული და ჯანსაღი სურვილი შეიძლება იდგეს დასაწყისში, სანამ გადავა ადიქციურ ქცევაზე და რა ხდება შემდეგ? ამ ჯანსაღ ქცევას ვინაიდან არ ყავს ახლა აქ და ამჟამად ის ობიექტი, როგორც ბავშვობაში დედას არ ეცალა, ან ვიცი, აქ არ იყო. და ასევე ვინაიდან ადამიანში ჯერ ისევ არ გაღვიძებულა ის აქტიური მე, რომელიც ეცდება, რომ მოიპოვოს რაც უნდა და რომელიც წავა რისკზე, რომ შეიძლება ვერ მოიპოვოს, ანუ სცადოს და არ დადგეს ის შედეგი, რაც მას უნდა, ეტკინება, ფრუსტრირდება, განიცდის და ასე შემდეგ, მაგრამ მან კონტაქტის ციკლი შეასრულა
ის ემსახურა საკუთარ თავს და მოთხოვნილებას და საჭიროებას. მე ახლა გარესამყარო ესეთია, რომ ხან გამოვა ეს, ხან არ გამოვა. მაგრამ ადამიანის ფსიქიკა დიდ, ასე ვთქვათ, ტრავმას თუ გადაუხარშავ საკითხს არ იღებს იქიდან, როცა ფრუსტრირდება. ეს არ არის ტრავმის მიღების გზა. ტრავმა დგება მაშინ და ძალიან ისეთ გადაულახავი რთული საკითხი ზუსტად მაშინ დგება, როდესაც თვითონ ადამიანი არ ქმედებს საკუთარი თავისთვის. ანუ ის კი არა რომ გარემო მოიქცა ცუდად, ის რომ მე მოვეკეცი ჩემ თავს ცუდად. ეხლა დასულ ადამიანზე მაქვს საუბარი, რომელიც ობიექტურად რეალობა ასეთია, რომ დამოუკიდებელია. ბავშვის რეალობა ესეთია, რომ ობიექტურად დამოკიდებულია. ხა ზოგ შემთხვევაში დასული ხალხიც არის ობიექტურად დამოკიდებული. და ნახეთ, ადიქციის მეორე სახელი არის დამოკიდებულება. შეიძლება ესე შევხედოთ, რომ ადამიანის სუბსტანციაზე დამოკიდებული, რათა თავი გაიწონასწოროს. ისე ვერ იწერებს წონასწორებს, ხო? ეს არის ერთი მნიშვნელობა და მეორე შეიძლება ესე ვთქვათ, რომ დამოკიდებულია, რადგან ჯერ არ არის გააქტიურებული პიროვნულად თვითონ ის. ანუ ვინაიდან აქტიური არ არის შინაგანად, მე იმდენად აქტიური არ არის, რომ ნაბიჯები გადაედგა, რისკი გაეწია, ფრუსტრაცია მიიღო და ამასთან ასე ვთქვათ მიმღებლურად ყოფილიყო და შეეგრძნო, ამიტომ პასიურია და თუ პასიურია, ამ შემთხვევაში აქტიურობა არის გარეთ, დანახულია გარეთ. თუ ვიღაცა არის აქტიური და მე პასიური ვარ, მაგ დროს დამოკიდებული ვარ. ანუ დამოკიდებული სიტყვა საკმაოდ კარგად აღწერს ადიქციას. დამოკიდებულია ადამიანის კარგად ყოფნა და არ ვიცი, წონასწორობა, ფსიქოემოციური რაღაცა სუბსტანციაზე და ქცევაზე, პირობითად, ან სულაც ვიღაცა ადამიანზე, ესეც ძალიან ხშირია, რომ ადამიანი პასიურად განიცდის თავის თავს და ვიღაცა ადამიანისგან გარეთ ელის, რომ ის გააბედნიერებს, ის მიხედავს, ის პასუხისგებლობას აიღებს, რომ მასზე იზრუნოს და ასე შემდეგ. და ამ დროს, როდესაც ამ პასუხისგებლობას გარეთ გატყორცნის, თვითონ პასიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც უხეშად რო შევადარო, ჩვილი ბავშვი. და ეს ჩვილი ბავშვი არის აბსოლუტურად დედის ხელში. ჩვენ ვიცით, რომ სამწუხარო რეალობაა, ჩვენ ისიც კი არ ძალგვიც ხანდახან, რომ დავიცვათ ჩვილი ბავშვი სხვადასხვა მენტალური საკითხით მძიმედ მოცული დედისგან და ხანდახან დედები, რომელსაც აქვთ არა მდგრადი ფსიქიკა და მძიმე მენტალური ჯანმრთელობა, ამ ჩვილ ბავშვებს ხან ნაგავსაყრელზე ყრიან, ნახეთ რა ხდება. ანუ აბსოლუტურად დამოკიდებულია ეს ჩვილი ბავშვი დედაზე და მამაზე, ხო? ამით არის მოწყვლადი და დასრული ადამიანი, რომელსაც თავისი ნებით გადასცა სხვა ადამიანს ხელში, ის ძალაუფლება მასზე, რომ ის ან გააბედნიერებს, ან არ გააბედნიერებს, ან არ ვიცი, მოეფერება ან არ მოეფერება, გაასეირნებს თუ არ გაასეირნებს, ამ დროს თვითონ გულხელი დაიკრიფა და დაელოდა, რომ ეს ადამიანი როგორ მოიქცევა. და ღმერთმა უწყის, როგორ მოიქცევა, მეგობრებო. ღმერთმა უწყის, ეს უდიდესი რისკია. იმ ჩვილ ბავშვს რო შეეძლოს, რომ არ იყოს დამოკიდებული დედაზე, ალბათ არ იქნებოდა. ყველაზე ხშირად, რასაც ბავშვისგან მოისმენთ, არის მე თვითონ. იმიტომ რომ კოდმა იცის, გენეტიკურმა კოდმა იცის, რომ მე თვითონ თუ არ შემიძლია, მტერი დაეყრდნო გარეთ, რა მოხდება და რა სიტუაცია იქნება. და ყველაზე უტყუარი სიყვარულის ინსტინქტი, რაც არის დედაშვილის ინსტინქტი, ბუნებაშიც უყურებთ ხო რეებს აკეთებს. მანდაც კი ცდომილებები არის და აი ვიღებთ ბავშვებს, რომლებიც ნაგასაყრელზე აღმოჩნდებიან სხვადასხვა ტრაგიკული საკმაოდ ფსიქიკური მდგომარეობების გამო, ხო? ესეთია ეს ცხოვრება და ეხლა წარმოიდგინეთ დასრული ადამიანი, რომელსაც ძალუც, რომ თვითონ გააკეთოს რაღაცეები და თავისი ნებით, ესეც ტრაგედიაა. გასცემს ამ ძალაუფლებას გარეთ და ვიღაცა სხვა ადამიანს მიანიჭებს და ეს ისეთივე საშინელი დამოკიდებულებაა და დამანგრეველი, როგორც არ ვიცი, მოწევაზე რო იყოს ადამიანი მიჯაჭვული და 24/7-ზე ეწეოდეს, ან სვავდეს და იყოს თრალი, გამუდმებით, ან მოიხმარდეს რაღაც ნარკოტიკს. ნახე, სურვილი რაც არის დასაწყისში და მოთხოვნილება ჯანმრთელია. აბსოლუტურად ჯანმრთელია. მე მინდა, არ ვიცი, სიყვარული, მე მინდა სიხარული, მე მინდა სიცოცხლე. მე მინდა თავი კარგად ვიგრძნო, ხომ აქ უფლება, ცოცხალი ორგანიზმი ვარ და როგორ გითხრა, გამოვედი ამ დედამიწაზე, ამხელა ისინი დამეყარა თავზე ინფორმაცია, გარემო, გამოწვევები, სირთულები ისეს და მინდა რომ ზოგჯერ თავი დაცულად და კარგად ვიგრძნო, ხო? ეს ძალიან ჯანსაღია, ძალიან ჯანსაღი მოთხოვნილებაა. მაგრამ ამისათვის რომ მე ჯანსაღად ვიგრძნო თავი, იმ პასუხისგებლობას კი არ ვიღებ, რომ ეხლა მე რა გავუკეთო ჩემ თავს, მე როგორ მოვაწყო,
ჩემი ოთახი არ ვიცი პირობითად, ჩემი ცხოვრება, ჩემი ბიბლიოთეკა, ან მე როგორ გავასეირნო ჩემი საკუთარი თავი, აი ვკითხო რომ აი რა გინდა, ან რა ვაჩუქო ჩემ თავს, ან რითი გავახარო, რა ფსიქოემოციური საზრდო მივცე, სიახლე, რითიც ის თავს კარგად იგრძნობს ჩემივე თავი, ხო? ეს შიდა დიალოგი და შიდა პროცესი მოქმედების არის რაღაცნაირად ჩახსნილი და ადამიანი ესე ნახტომს გააკეთებს და გარეთ ჩამოეკიდება რაღაცას. აი ეს მომენტი არის გასვლა კონტაქტიდან და ეს მომენტი არის ნევროტული, თორემ მოთხოვნილება რომ მე კარგად ვიყო. არის აბსოლუტურად ჯანსაღი და ეხლა ნახეთ. ადიქციის ესეთი კვლევა ჩატარდა. და სხვათა შორის ეს კვლევა რო ჩატარდა და ინტერნეტში რო გამოდეს მეცნიერებმა, ხო, ძალიან ისე დიდ მეცნიერულ არხზე ცოტა ხანში ისეთი ამბავი ატყდა, რომ ჩამოხსნეს ეს ვიდეო, წაშალეს. ეგეთი რამე მე არ მინახავს, იცი? ანუ რამდენად მტკივნეული და გაუგებარი თემაა, რომ იმ ხელა კონტროვერსიული ამბები ატყდა ამ მეცნიერული კვლევის ირგვლივ, რომ მოუწიათ ვიდეო წაეშალათ, დაცენზურდა. და ევროპაზე მაქვს საუბარი, გერმანული არხია კონკრეტულად. ცენზურა შეეხო და წააშლევინეს. ეხლა ნახეთ. რა მეცნიერული ცდა ჩატარდა. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ როცა ამერიკელი ჯარისკაცები საომრად მიდიოდნენ, იქ ნარკოტიკი იშოვებოდა, ისინი მოიხმარდნენ ნარკოტიკს, იმისათვის, რომ ომში, ნახეთ, ომში, სადაც საკუთარი რესურსი არ კმარა, რომ მე თავი ცოტა მშვიდად ვიგრძნო, იმიტომ რომ რა რესურსზე ლაპარაკი ბომბებიც ვაფეთქდება, აგერ ჩემი ძმაკაცები იხოცებიან, შეიძლება ნებისმიერ დროს მეც მოუკვდე და ესეთ გარემოში გუშება ადამიანი მშვიდად იყოს, მაგრამ მას ხო აქვს მოთხოვნილება. ცოცხალია და მას ჭირდება, მოთხოვნილება აქვს, რომ იყოს ხანდახან კარგად. ეს ტალღაა, ხო? და მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომ მიეღწიათ ამ მდგომარეობისთვის, ანუ გაქცეოდნენ იმ საშინელ რეალობას. და ეხლა რა მოხდა? როდესაც ეს ამერიკელი ჯარისკაცები, მასობრივად მილიონებზე ლაპარაკი, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა, ძალიან ბევრი მოიხმარდა. ანუ სტატისტიკურად ძალიან დიდი რიცხვია იმისთვის, რომ ცდარი იყოს შედეგი. და რომ დაბრუნდნენ სამშობლოში. ეხლა რა მოხდა? რომ ის ჯარისკაცები, მათი სრული უმრავლესობა, ვისაც ყავდა ოჯახი, ვისაც ყავდა მეგობრები, ვისაც ყავდა ახლობლები, არ ვიცი, ცოლი, შვილი, ჩამოვიდნენ თუ არა ცოტა ხანში გაჩერდნენ, შეამცირეს ნარკოტიკის მოხმარება და გაჩერდნენ, გააგრძელეს ცხოვრება. და ისინი, ვინც ჩამოვიდნენ ომიდან და არავინ ყავდათ ხმის გამცემი, არავინ ყავდათ ახლობელი, არავინ ყავდათ მეგობარი, მათ გააგრძელეს მოხმარება და გახდნენ დამოკიდებულები, ნარკოდამოკიდებულები. ესე იგი, აქ ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს გარემოს რამხელა მნიშვნელობა აქვს და იქ სიმბოლურად დედა რას აკეთებს ბჭყალებში, იმიტომ დედა იყო პირველი გარემო ადამიანისთვის, ხო? სიმბოლურად რო ვთქვათ, ანუ გარემოში არ აღმოჩნდა მეგობრები, ახლობლები, საყვარელი ადამიანები, ეს არის პირდაპირ ბიძგი, რომ ადამიანი გახდეს დამოკიდებული. იმიტომ რომ ადამიანს ჭირდება ახლობლები და მეგობრები. ამაზე აქცენტს არავინ არ სვავს. და ეს რომ ადამიანს უნდოდეს თბილი ადამიანური კომუნიკაცია, არ არის არც ინფანტილიზმი, არ არის არც სისუსტე, არ არის არც როგორ გითხრათ, ეხლა ძალიან მოდაშია რომ აი მარტო იყავი და მაგარი იქნები რა. ეგ მარტოობაც ეგ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, მარტოობაში ის კი არ იგულისხმება, რომ მართლა კუნძულზე წავიდე და მარტო ვიყო. მარტოობაში ის იგულისხმება, რომ ჩემი საკუთარი თავი ვიყო, ხალხში ვიქნები თუ ჩემ თავთან ვიქნები. მოვახერხო ეს. და არა მოვერგო გარემოს, ჩამოვეკიდო გარემოს. ჩამოკიდების მდგომარეობა, ეს დამოკიდებულება ზუსტად ეს არის, თუ ადამიანზეა ადიქცია, რომ ველი რომ ის ადამიანი რაღაცა კარგს გამიგეთებს და ამ ადიქციაში ვარ ჩახარშული. და ცხოვრება გვერდით მიედინება. ისევე როგორც ჩვილი ბავშვი რომ ნაგავს აყრელზე გადააგდონ, სამწუხაროდ იღუპება ის. უნდა ამ შემთხვევაში თვითონ გადაიგდო თავი ადამიანმა, დასრულმა, ხო? მის ხელში იყო მოქმედება, მაგრამ სხვას მიანიჭა ეს პრივილეგია. რომ შენ თუ გამიღიმებ, ბედნიერი ვიქნები, არ გამიღიმებ, უბედური ვიქნები. ნახეთ, დამოკიდებულება რა არის. ჩემი ბედნიერება და კეთილდღეობა დამოკიდებულია სხვა ადამიანის გაღიმებაზე პირობითად. აი ეს არის ადიქცია. ეხლა ნახეთ რა ხდება. ესე იგი მოთხოვნილება კარგია, შედეგიც კარგია. შედეგში რას გულისხმობ? ნახე, თუ დავლიე, თუ მოვწიე, თუ მოვიხმარე რაიმე სუბსტანცია, ან თუ ვითამაშე, არ ვიცი. ბევრნაირი ადიქცია არსებობს, ხო? კიდე ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. არის ხალხი, ვისაც მიჯაჭულობა აქვს ადრენალინზე, საქმეზე, ზოგი ადიქციურია თავის საქმესთან. აი საქმე რო გამოაცალო, შეო წაიქცეს.
თუ გაჩერდა არ იცის რა გააკეთოს. უნდა იმუშაოს, თავის საქმე აკეთოს და ამ შემთხვევაში წონა სწორდება და აი ზუსტად ეს ამაქვს შედეგი, წონასწორობა. დროებით, იმიტომ რომ იქ ასე ვთქვათ ლომკის ფაზა მოვა, როდესაც ეს ხელოვნურად მიღწეული წონასწორობა მალე ირღვევა ძალიან, ვინაიდან ის არ მიიღწია აქტიური ფსიქოემოციური მოქმედებით. ის მიღწეული იქნა პასიური თხრობით, ხო? ამიტომაც ის გავამალე. მაგრამ ის 5 წუთი, ის 10 წუთი, ის 9 საათი ხო ვარ დასვენებული და მშვიდი. ეს ნახეთ რამხელა შედეგი მივიღე. და რისთვის მივიღე ეს შედეგი, რომ საერთოდ კოლაფსში არ ჩავვარდე. იმიტომ რომ თუ რეალობა ისეთი დგას დღეს და ამას ძალიან დიდი პატივი უნდა ვცეთ რა. ეხლა არ წარმოიდგინოთ, რომ მე რო ადიქციაზე ვამბობ, რომ ადამიანი გაპასიურდა და ვინმეს ჩამოეკიდა, ეს ადამიანი უნდა განვსაჯოთ. ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ თვითონ ადამიანის წვლილი იქ ძალიან დაბალია. ჩვენმა გარემომ, რომელიც ძალიან ტოქსიკურად არის შექმნილი, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანი აქამდე მისულიყო. დაწყებული იქიდან, როცა პატარა ბავშვმა თქვა მე თვითონ და დედამ კოზი გამოგლიჯა და თვითონ ჩაატენა პირში საჭმელი. აი ამ მომენტში მოხდა წახალისება, რომ ის გახდეს დამოკიდებული გარესამყაროზე, სხვა ადამიანზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იმპულსურად ბავშვი ვერ ნახავთ ბავშვს, რომელიც ჯანსაღია, ეს პირდაპირ ნეიროფსიქოლოგიურად და ნეირომეცნიერულად დასტურდება. ეხლა თუ ვთქვათ ნეიროპათოლოგთან ბავშვს წაიყვანთ 2 წლის ბავშვს, პირველი იცით რას შეამოწმებს, რამდენად აქტიურია ბავშვი. ეს სიტყვა არ არის შემთხვევითი, აქტიურია ბავშვი, აი ამ კითხვას დასვავს. აქტიურია, აი წინ რაღაცა დაუდე ხო და ბავშვი მივიდა, ესე აიღო, ეგრევე. ნახეთ რა გააკეთა და დასრული ადამიანი არის აქტიური. აი გულზე ხელი დავიდოთ, ვართ ჩვენ აქტიურები. ახარ შეგვიძლია, ხო რა მოხდა? რა მოხდა? გაჩერდი იძახა მშობელმა. მე ვიზამ, შენ გაჩერდი, მე გავაკეთებ. ეს იძახა და კარგი, აჰა ასე ვიქნები და თუ კი ნეირონულად არ ვარგა, რომ ბავშვს წინ რაღაცა გამაღიზიანებელი აუთამაშო და ის თუ გათიშულია ამ დროს და არც უყურებს ამ გამღიზიანებელს, ნეიროპათოლოგი შეშფოთდება, რომ აი მე რა ხდება. და ასევე არის ფსიქოემოციური ცხოვრებაც ადამიანის, რომ ცხოვრება აგერ არის, ნახე, აი მზეა, აი რაღაცა ის არის და რა ადამიანი იტყვის. არც არაფერი. მე მინდა რომ იმ ადამიანმა გამიღიმოს. და აი ამას ველოდები, ნახე? ხო, აი ესეთი ტრაგიკულია და ამის შემოbrunება ძალიან საპატივსაცემოა თან რა მდგომარეობაშიც ადამიანი აღმოჩნდა და დიდი პატივისცემით, პატარა ნაბიჯებით მე ადრე ამ შეცდომას უშვებდი ჩემ თავთან. რაღაცას რო აღვიქვავდი რომ არასწორად ვაკეთებ, ჰოპ და ეგრევე ვცდილობდი რომ გამესწორებინა. ეგრევე რა. აი ბრაზდებოდი ჩემ თავზე რომ დაიცადე ეხა შენ ესე აკეთებ და აუხ და მივახტებოდი ხოლმე და ვტანჯავდი ჩემ თავს. იმიტომ რომ ასე იყო თუ ისე იყო, ის მდგომარეობა რაც მე მქონდა იქ და იმჟამად, ხო? ძალიან ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. მე პირიქით ბოდიში მაქვს ჩემი თავისთვის მოსახდელი, რომ ესე წილს ვაჭერდი, რომ აქაო და დავინახე სწორი გზა რა არის და ვის რაში ჭირდება შენი სწორი გზა რა. მე აქამდე მოვაღწიე. აი ამ ტოქსიკურ და საშინელ გარემოში მოვაღწიე, ადიქციით მოვაღწიე თუ ლოთობით მოვაღწიე თუ რითი მოვაღწიე, ფაქტია რომ მოვაღწიე და ეხა პატივი მეცი. იმიტომ რომ რა რესურსიც იყო ჩემს ირგვლივ, ხო, იმ რესურსით ვიცხოვრე. ეს ხო მათემატიკაა პირდაპირ. ეს შემთხვევით ციდან ცუდი ადამიანები კი არიბადებიან მართლა, როგორც სამწუხაროდ ჩვენი სოციუმი ხედავს, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ იმ ნაგავსაყრელზე გადაგდებულ ჩვილ ბავშვს რო უთხრა, რომ შენ რატო გდიხარ მანდ და რატო ვერ გაქაჩე და რატო არ ხარ საკმარისად ძლიერი რომ მან დარეგდო და აი ეს რო დაუწყო. აი ვარიანტია. ანუ ამ გარემომ მომისროლა ნელ-ნელა, ხო? ბავშვობიდან დაიწყო ჩემი ცხოვრება. სიბრძნიდან ხო არ დაწყებულა რა. და ესე ნაბიჯ და ნელ-ნელა ეხა რაში მჭირდება რომ კარგად აღვიქვა, რა დადებითი მხარე აქვს კონკრეტულად ჩემს ადექციას. აი ჩემს საკუთარ თვითრეფლექსიას რო დავიწყებ, უნდა დავაკვირდე რომ ჯერ რა დადებითი სურვილი მქონდა, რის მერეც ვისკუპე და პირობითად სიგარეტს ვეწევი, აი რა მომინდა, იმიტომ რომ ამ რაღაცას რაც მომინდა, თუ გავაცნობიერებ კარგად, შეიძლება უკვე ჯანსაღი გზით ვუპასუხო და არა ჯანსაღით. აი ტირილი მინდა და ვჭამ, ხო შეიძლება აი თუ აღვიქვი რომ გლოვობ რაღაცას და ვტირი ვარ, უკვე უფრო ახლოს ვარ იმასთან რომ ვიტირო და არა ვჭამო პირობითად.
ეს ჭამა არის რაღაც ერთ-ერთი ადიქციის ფორმა, როცა ადამიანი იწონასწორებს ასევე ფსიქიკას. იმით კი არა, რომ იტიროს და იგლოვოს, რაც საგლოვია, არა. იმითი, რომ გადავრთე ყურადღება სხვაგან. ესეც ბავშვობაში გვასწავლის, ხო, ჩიტი გამოფრინდა იქით გაიხედე და რაღაცები. ეს ერთი მხარე. ჯერ ეს გავიგე. ეხლა მეორე შედეგი რა მივიღე? ეს სუბსტანცია რომ მოვიხმარე ან ვითამაშე ან რაღაცა, ნახეთ, ადამიანები პირდაპირ იტყვიან, ის 15 წუთი არ მახსოვდა რომ ამდენი პრობლემა მაქვს. ის 15 წუთი ამოვისუნთქე მე. ის არ ვიცი ერთი დღე სიმშვიდეში ვიყავ. ესე იგი, რას მიფიქსირებს ჩემი ადიქციური ქცევა? რა მჭირდება? მე მჭირდება სიმშვიდე. ეხლა რომ გამოვფხიზლდები, შემიძლია მოვემზადო, რომ მომინდება ეხლა ეს თავის გაწონასწორება და დამშვიდება, ვეძებო, რა კრეატიული გამოსავალი შემიძლია ვიპოვო, რა შემიძლია აქტიური ფაზიდან გავაკეთო ისეთი, რომ ეს სიმშვიდე მოვიპოვო, ისე რომ თავი არ დავიზიანო. იმიტომ რომ ეს ადიქციები და მათ შორის თითის სწოვაც თუ დიდხანს გაგრძელდა, თავს ვიზიანებ ნელ-ნელა. დასაწყისში რაღაცნაირად მაწონასწორებს, ხო? და ეხლა ნახეთ, აი ეს გავრცელებული აზრი, რომ მარტო ყოფნა რა მაგარია და შენ თუ შენ თავს იცნობ, მარტო უნდა იყო და ეგეთები. თუ ესე გავიგებთ, რომ მართლა უნდა იზოლაცია გავიკეთო ადამიანმა, ხო? ეს კარგს არაფერს მოიტანს. ამაზე არ არის საუბარი. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები მეცნიერულად არის დადგენილი, რომ კომუნიკაციური არსებები ვართ ძალიან და ძალიან გვჭირდება ეს. ჩვენი ტვინი ინთება პირდაპირ და ვითარდება დიალოგის დროს, კონტაქტის დროს. ნეგატიური კონტაქტის დროსაც უფრო ვითარდება, ვიდრე იზოლაციის დროს და ამიტომ ფსიქოთერაპიაში ცნობილია, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რითიც დგება, რამდენად ცუდად გრძნობს ადამიანი თავს, ამით დგინდება, რომ იზოლირებულია. აი, რამდენად იზოლირებულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა. და თუ იზოლირებულია კიდე მეტად არის მიდრეკილი, რომ იყოს დამოკიდებული რაღაცეების მიმართ. იმიტომ რომ იზოლაცია ეს არ არის ადამიანის ბუნება და თვისება. ეს არის, რომ აი ზოოპარკში რომ გამუკეტავენ ხოლმე ცხოველებს, თუ დაკვირვები ხართ, რამდენ საშინელ ქცევას იძენენ. აი მაგალითად მგლები ნევროტულად იფხანენ და იცვენენ ბეწვს. ისინი ქათმები რო გამოკეტილები არიან, ერთმანეთს უნისკარტებენ და ასისხლიანებენ ხოლმე ისე უნისკარტებენ. ესენი რა ქვია, სხვადასხვა ცხოველები დეპრესიაში ვარდებიან, ლომი წევს და აღარ დგება და ესეთი ვითარებაა. ესე იგი, არაჯანსაღ გალიაში რო ჩასვალ მისთვის არაბუნებრივ პირობებში 1000 ფსიქიკური პრობლემა უჩნდება და ზუსტად მაგ გალიაში ვხედავთ ადამიანები, სამწუხაროდ. რა უბრალოდ გალიის გაღება ეს ჩვენ ხელშია, იმიტომ ჩვენ ლომები და ვეფხვები არა ვართ, ვინც დამოკიდებულია ობიექტურად გარე სამყაროზე, ჩვენ არა ვართ ეგრე. ჩვენ ძალიან დიდი ძალა გაგვაჩნია ჩვენს ხელში, რომელიც მხოლოდ უნდა გადავწყვიტოთ, რომ დავიბრუნოთ. ესაა გამოწვევა და ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაღოთ ეგ გალია, შევხვდეთ ერთმანეთს, ვესაუბროთ ერთმანეთს, დავაკვირდეთ, მოусმინოთ, გაუზიაროთ სათქმელი. აი ეს ყველაფერი გაუფასურებულია ჩვენ დროში, ნახე, კარიერა აიწყო, გეუბნებიან, ადამიანები არა ისე მოღალატეები ეგენი. ესეთი მით გავიზარდე მე პირადად, რომ აი ხა ადამიანი მოვაწავა, ეს ამას იზავს, იმას იზავს, რა მნიშვნელობა აქვს, თავარია კარიერა და წინსვლა და არა და ბავშვობაში გული მიგრძნობდა, რომ ძალიან მინდა და მჭირდება ეს ადამიანებთან კონტაქტი. და მე რაღაცა დავაჯერე ჩემ თავს, რომ არ იყო ეს საჭირო. 1000 პროცესი მაქვს გავლილი და მოკეთ ახლა ადიქციების დადებით მხარეს რა კი ვეხები, იმასაც ვიტყვი, რომ ეს დასაწყისი მდგომარეობა და დასასრული მდგომარეობა ორივე არის დადებითი და გამოწვევა არის, რომ შუაში რაც ხდება, ამაზე ნახტომის გაკეთების პარალელურად ნახე, ეს ჩავხსნა და ჩავანაცვლო კი არა, ამ შეცდომასაც ხშირად უშვებენ ადამიანები, ცდილობენ, რომ ადიქცია ჩაანაცვლონ რამით. რაღაც დონეზე შეიძლება ამანაც იმუშაოს, მაგრამ ყველაზე მაგარი არის, რომ იყოს ეს ადიქცია. ნახე, ეს ამ წუთში ჩემი ფსიქიკა იყენებს მას, როგორც საყრდენს, რომ კოლაფსში არ ჩავარდეს, ხო? იფუნქციონიროს. არ ვიცი, ეს არის მუშაობა, მეგობრებთან წასვლა, წამოსვლა, შვილთან ურთიერთობა თუ რას აკეთებს, რაღაცას აღწევს ამით, რა ფუნქციურია, ხო? ამიტომაც მიზანი არის, რომ ეს ნაწილი კი არ ჩავხსნათ, როგორც მე ვაკეთებდი ადრე, რამეს რო დავინახავდი, რომ არასწორად ვაკეთებ და ბრახ უნდა ჩამეხსნა ეგრევე. ეს არ არის მიზანი. მიზანი არის, რომ პარალელურად გავზარდოთ ჩვენს თავში ჯანსაღი კონტაქტი. პარალელურად იყოს ეს ადიქცია, როგორც საყრდენი,
დღეს აქ და ამჟამად ასე ვარ, ასე ვფუნქციონირებ. იყოს ეს აქ. ამისი გადაგდება, მოშორება, მოკვეთა ეს ძალადობის ფორმაც კი არის საკუთარ თავზე და გინდა სხვა ადამიანზე, ვისაც ამას ვთხოვთ. და პარალელურად, ძალიან დიდი მადლობა. შენც ასევე ჩემო საყვარელო. და პარალელურად შევქმნათ, მაგალითად რა. სიგარეტი ავიღოთ რა, მარტივი ისეთი ადიქცია შედარებით, ხო, თან ლეგალური. მომინდა დასვენება, ხო? და გავიქეცი ვეწევი სიგარეტს. დავინგრიე ჯანმრთელობა, ჩავისუნთქე ის რაღაც კანცეროგენია ესა. მოვრჩი სიგარეტს და ცოტა ხანი, რაღაცა შვიდად ვარ, კარგად ვარ. ხო ესეა. ეხლა ნახე, ეს აღვიქვი, ხო, რომ მე დასვენება მინდოდა. ეხლა ჩემი კრეატიული მე რას ამბობს? რას შეიძლება ფიქრობდეს? ესე იგი დასვენება მაკლია, ხო? და სხვანაირად ვჯერ, რა დამასვენებს? და შეიძლება მოიფიქრო, რომ არ ვიცი, ცხელი წყლით გაავსო აბაზანა, იქ სანთლები ანთო, ის გააკეთო, ეს რიტუალი შექმნა, ჯანსაღი რიტუალი და ეხლა შემდეგი სიგარეტის მოწევის წამი რო დადგება, გაქვს ალტერნატივა, რომ ესეც გააკეთო. შეგიძლია მოწიო, შეგიძლია აბაზანაში ჩაწვე. ნახე, არჩევანი გაგეჩიდა. და ხანდახან დამიჯერე, რომ აირჩევ აბაზანას, ესე მოხდება. ისიც მინდა რა, ცუდია. და ამითი იზრდება რელაქსი მჭირდებოდა, წყალი, ცხელი წყალი, ლამაზი კაფე, ბლა ბლა, რავი, 1000 რამე. ყველას ჩვენი გვაქვს ეგ რა, ახალის მოფიქრება სულ შეიძლება. და ნახე, ეხლა რა მაქვს? ეხლა თუ ერთ დოლზე უკრავდი მარტო და ვამბობდი, რომ მე უნდა მოვწიო, ეხლა მეორე დოლიც მაქვს. შემიძლია ცხელ წყალში ჩავწვე, შემიძლია დუში გადავივლო, არ ვიცი, შემიძლია სარკის წინ კაბები მოვირგო და ესე ჩავხედო სარკეში ჩემ თავს და ვიპრანჭო. რაღაცა როგორ გითხრათ, იგივეს რაც მომიტანს, რაც მოქონდა მოწევას. სიმშვიდე, გაწონასწორება, დასვენება, ხო? და მივცე ჩემ თავს უფლება, რომ სიგარეტი კი არ იყოს ის, რის გამოც რაღაცეთ უფლება მაქვს, რომ დავისვენო. იყოს ცხელი აბაზანა, იყოს გასეირნება, იყოს არ ვიცი, კაბების მორგება თუ კერვა, ხატვა, რავი, 1000 რამეა და ესეც იყოს ეს სიგარეტი. არ მოვისროლო ნაგავში. იმიტომ რომ ხომ მომიყვანა აქამდე და პარალელურად ეს გავზარდო ჩემში. ეს არის დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში ფსიქოთერაპიაში მიჩნეული როგორც საუკეთესო გზა ადიქციასთან გამკლავების, რომ ადიქცია კი არ მოვიშოროთ და გადავაგდოთ, რასაც კულტურა გვასწავლის და კიდევ უარეს ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდებით. იმიტომ რომ ფაქტიურად გამოვიდა, რომ სიმშვიდე გადავაგდეთ და წონასწორობა გადავაგდეთ, თუ ეს ვქენით. და ის სიმშვიდე და წონასწორობა ძალიან დიდი მოთხოვნილებაა და უკან 10 ძალით შემოიჭრება, მას მერე რაც გავაგდეთ კარსიკით. ამიტომ ეს არ არის გზა. გზა არის, რომ სხვა ალტერნატიული საშუალებებითაც ვცადო და იგივე შედეგზე გავიდე და ცდების ჩატარება საინტერესო პროცესია და ნელ-ნელა გამოჩნდება ხოლმე ის ზუსტად რაც მე აქ და ამჟამად ყოფნის და მაინტერესებს ამის გარდა, რაც უკვე მაქვს, როგორც საყრდენი, ხო? ამას გისურვებთ ყველას. იმიტომ რომ ადიქციები მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ისეთი გარემო ყველას რაღაცა ადიქცია გვაქვს. ამის გარეშე უკვე სამწუხაროდ, რავი, 1-2 ადამიანი ბუდა თუ ივლის სადმე ავანგა, დანარჩენებს რაღაცა ადიქციები გვაქვს, იმიტომ რომ, როგორც უკვე ვთქვი, ზოოპარკში ცხოველები ავადდებიან და ასეთი გარემო გვაქვს აშენებული. ამიტომაც იყოს ადიქცია, შეისწავლე შენი ადიქციის დასაწყისი და ბოლო რა არის, სურვილი და შედეგი და ამ სურვილით ეცადე, რომ რაიმე სხვა მოქმედებით იგივე შედეგზე, მსგავს შედეგზე გახვიდე და პარალელურად გაზარდო ტრადიცია შენს ცხოვრებაში, რომ ეს მეორე რაღაცაც გააკეთო. მეორე, მესამე, მეათე, ბევრი შეიძლება რომ იყოს. აბა დიდი მადლობა და საინტერესო დღეს გისურვებ.